ენერგეტიკის მინისტრმა კომპანია სოკარ ჯორჯია გაზის წარმომადგენლებთან ერთად ტაშისკარში ახლად აშენებული გაზსადენი გახსნა. აღნიშნული 37 კილომეტრიანი გაზსადენი ტაშისკარისა და ქვიშხეთის 1500-მდე ოჯახს ბუნებრივი აირით სარგებლობის უფლება მიეცემა. ენერგეტიკის მინისტრის განაცხადებით გაზის შესაყვანად მოსახლეობა თანხას უპროცენტო განმარტებით გადაიხდეს. ვიცით თუ რა მძიმე სოციალური პრობლემები აქვს ქვეყანაში და ამის გამო გაზის შეყვანის თანხა, რომელიც იქნება დაფიქსირებული, ეს გაიზარება რამოდენიმე წელზე, ასე ვთქვათ, უპროცენტო განმარტება გაკეთდება, რომ ხელი შეუწყოთ მოსახლეობას და გადასახადი იქნება მხოლოდ 25 ლარი და ამას დაემატება პლუს ის თანხა, რა მოხმარებაც იქნება გაზისთვის. პირდებიან, რომ იქნება, იმიტომ რომ ზედმეტად ეკონომიური არის და ვნახოთ კიდე ვიჩვენებთ. გასათქობად ბუნებრივ აირს გამოიყენებთ? ჯერ ვერ წელს, იმიტომ რომ არ არის მაგდენის საშუალება, რომ ესაც გადავიხადოთ და ისაც.